აბა დილამშვიდობისა საქართველო, ეს არის რიგით მე-6 ვიდეო 6 დღეში, ჩემი ჩელენჯი გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, 31 მარტამდე ყოველდღიურად დავტებ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგადად სოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე ყოველდღიურად ვიდეოებს, ასე რომ შეგიძლიათ მეგობრებო, იყოთ აქტიურები თქვენს, დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს. დღევანდელი თემა, ჩვენ ახლა განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთი, განვიხილეთ ევროპა. ეხლა უნდა დაუბრუნდეთ საქართველოს. ეხლა საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ამ წუთასაც კი ითხოვენ საქართველოს ომში ჩართვას. არიან ეგეთი ხალხი, რომლებსაც უხარიათ საქართველოს სუდი, მაგრამ ცოდი სანამ ამ ყველაფერზე ჩვენ გადავიდოდით, ეხლა მე მინდა თქვენ მოგასმენინოთ ბიძინა ივანიშვილის 2024 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან ერთი ამონარიდი, რაზედაც ეს ადამიანი საუბრობს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და როგორ უნდა შეინარჩუნოს რეგიონში მშვიდობა ისე, რომ ამ დაჯახებაზე, რომელიც უნდა მომხდარიყო მომავალში, აი ზუსტად ერთ-ერთი ხსნის ახლო აღმოსავლეთი რუსეთ-უკრაინის ომი, რომ ჩვენ რამენაირად გადავრჩენილიყავით, იმიტომ რომ ჩვენ სხვა სამხედრო ისეთი რესურსები არ გაგვაჩნია, რომ შევიდეთ ისეთ სახის კონკურენციებში, როგორები ჩვენ რეგიონში არსებობენ სხვა მილიტარისტული ძალები. მეგობრებო, მოდი ახლა სანამ ამ ვიდეოზე გადავიდეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, შეგიძლიათ დონაციას გააკეთოთ არხის განვითარებაში დაეხმაროთ და მოდი მოусმინოთ ახლა ჩემთვის კიდევ ერთხელ უნდა ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟს, საყვარელ პიროვნებას საქართველოში, რომელმაც გადაარჩინა ეს ქვეყანა ომს, რომელმაც გადაარჩინა ეს ქვეყანა დაღუპვასა და განადგურებას. ივანიშვილზე მაქვს საუბარი. მოусმინოთ. კარგი მთავრობა, კარგი რიტორიკა აქვს. კარგი არა, ან ვიქნებით, ან არ ვიქნებით. აი ეს საფრთხებულის ამავდროულად თქვენ იცით რომ ახლო აღმოსავლეთშიც ძალიან დიდ დაძაბულობა. კი. ანუ ეს მარტო საუბარი იმაზე კი არ იყო რა ხდება რუსეთ-უკრაინაში. იქ რა ქვია გეოპოლიტიკური შეჯახება, იქ დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეების, ხო, რაშიც უკრაინა გახვიეს და დღეს როგორც იღუპებიან და ომიც ვერ დაუსრულებიათ. აქ საუბარი მარტო მაგაზე არ არის. ანუ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორი დიდი საბრძოლო მოქმედების ცენტრის, ანუ ცენტრში, ფაქტიურად ზევიდა რუსეთ-უკრაინის ომი, დაბლა აგერ ირანი, რომელსაც ერთი ქვეყანა გვაშორებს, აზერბაიჯანი. ანუ ირანი უფრო ახლოს არის ახლა ტექნიკურად, გეოგრაფიულად საქართველოსთან და იქ მიმდინარე მოვლენები და თავისი პროქსი ძალები და მთელი სპარსეთის ყურის ქვეყნები ვიდრე უკრაინა. ესეც ცნობისთვის. და იქაც არ არის მარტივი სიტუაცია, ისიც არ არის ჩვენგან ძალიან შორს. ზუსტად ეს არის დიდი საფრთხები, რაც ჩვენს ირგვლივ რეალებს და ჩვენ შეიძლება უაღრესად დიდი სიფხიზლე, რომ ამე გადასტომა არ დავუშვათ. თორემ მივიღებთ უბედურებას, რომელიც შეიძლება ვეღარასდროს აღარ გამოვასწოროთ. 101%-ით. აი ნახეთ, ეხლა რაზე მაქვს ეხლა საუბარი და რა მინდა მივახვედრო, აი ორივე მხარე. როგორც ამ ქვეყანაში პოზიცია, რომელსაც ასევე იცის და რომელიც ოპოზიცია, რომელიც არის საპირისპიროდ ახლა განწყობილი. ნახე, ეხლა ამას წინათ გავაზიარე Instagram-ზე ცნობილი კადრები, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე ამ წუთას არის საერთაშორისო ფრენებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი. და გამოვიდნენ უსამშობლოები და დაიწყეს რაზე ლაპარაკი, რომ ეგრე უზბეკისტანსა და თურქმენისტანსაც გადიან, თქვენ ახლა ქოცებო დამსგავსებულები ხართ უზბეკისტანს და თურქმენისტანს. ანუ იმდეს კი ვერ ხვდებიან, ეგ იდიოტები მართლა, რომ ჩინეთიდან და ზოგადად და იმქიდან რა ქვია, თუნდაც სირიაზიდან ნებისმიერი თავარი ფრენების მარშრუტი ყოველთვის, ანუ როდესაც იყო თავიდან იყო ხა რუსეთ-უკრაინა, ანუ უკრაინის თავზე არის ჩაკეტილი და მეორე არის ხა ირანი და ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნები. იმდენად არასტაბილურია, რომ საქართველო არის ერთადერთი ზონა, სადაც საერთაშორისო ფრენები მიმდინარეობს. იმისაგრად რომ ეს გამოვიდეს და თქვას, რომ აი კი, ოკეი, მე არ მევასება სიტყვაზე ეს მთავრობა რაღაცებში, ოკეი, რაღაცებში არ მომწონს, მაგრამ აი ნახე რაღაც გააკეთა. აი რაღაცა, აი ეთლის მკვდარი არ ვარ და ირანული დრონი არ მეცემა თავში, ან რავი, ისრაელივით სირენები არ ირთვება და ვიღაცა რაკეტებსა და მოიერიშე დრონებს არ გზავნის, როგორც ეს ნახიჩევანში მოხდა და სხვა სპარსეთის ზაუზის ქვეყნებში. არა, უბრალოდ დაუნახავია ხალხო, ხვდებით? ანუ ბოროტია ეს ადამიანი, ანუ ბოროტება არის ადამიანი, როდესაც შენ გამოდიხარ, ოდნავ, ანუ საკუთარი ქვეყნის ცეცხლში გახვევა გინდა. ეხლა მე შემდგომ ვიდეოს განახებთ ამის მერე, აი ერთ-ერთი ტაივანიდან დაფინანსებული ბჭყალებში არასამთავრობო ორგანიზაციები და ვითომ ჰაი, როგორც საუბრობენ, რომ ომი რომ მორჩებაო, ეხლა მაგას მე თქვენ განახებთ რა, ეხლა ომი ამერიკა იკითხავსო, ვინ იდგა ჩემ მხარეს, ვინ არაო და ეხლა მე თქვენ განახებთ მე ამერიკაში როგორ იყო ქართული დელეგაცია წასული და რა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ოფიციალური ნოტა საქართველოსა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაშინგტონში შემომჩნეველი არ დარჩებოდათ კიდევ ერთი ფოტოც, რომელიც
ცოტა ხნით შემცველად მოვლენილ ადამიანთან აქვს გადაღებული საქართველოში ბატონ ვაშაყბაძეს Made in Taiwan, იცით რა არის ხალხო, Made in Taiwan. ქალბატონ თინა ხიდაშეს ვინა მიმართო ტაივანიდან რომელი კუპიურებით ირიცხება ფულები საქართველოში. მართლა მაინტერესებს. ანუ ადგილობრივი ვალუტა არის თუ დოლარები არის, მაგრამ მართლა მაინტერესებს. რა ვალუტით ირიცხება ფული აქ? ბატონ ვაშაყბაძეს ეს ამისი ქმარი დაბლა, ეხა უყურეთ, ირანში. საბჭოს ხელმძღვანელია მოგეხსენებათ. ანუ ტიპი აუნება რომ ეხა საქართველოს რომ სოლიდარობა გამოუცხადაო როგორც ირანსო ასევე ისრაელს, იმიტომ რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა და კარგი ურთიერთობა გვაქვს ქვეყანასთან და ნეიტრალური გვიჭერია თავიდან ბოლომდე. ტიპი ეუნება რომ ამერიკა შეამჩნევსო ბიჭო, რომ მის გვერდით არის და კიო, როდესაც მისი ქმარი ირანში იმყოფებოდა საერთოდ. აი თქვენ გესმით ფარისევლობის უსაზღრო წყნარი ოკეანის მსგავსი აბსურდი. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ირანის ლიდერებთან. მე მინდა შეგახსენოთ 2015 წელს აიათოლა ხემეინი მართავდა ირანს. აიათოლა ბაბა რუკოლა დე ხემეინი 2015 წელს, როდესაც ბრძანდებოდნენ ირანში. და ეს ხალხი მე მელაპარაკება რომ ამერიკაო თქვენ და თქვენში დაინახოს. აი ხვდებით ხალხო, აი უბრალოდ სიყალბეს თუ ხვდებით, ანუ მეტი არაფრის თქმა არ მინდა ბაზა. მე არ ვამბობ რომ მე ვარ კარგი რა. მარტივ რაღაც უბრალოდ მინდა დაინახოთ ეს ფარისევლობა, რასაც ხა თქვენ უყურებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაზე და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაზე. იგივე გვინდა, მშვიდობა და სტაბილურობა, იგივე ხალხო. მაგრამ ჩვენ რატო ჩანვართ სუდები და შენ რატო ხარ ჩვენზე მაგარი ტიპი? რატო? ძალიან რთული ვითარებაა მსოფლიოში. ძალიან რთული ვითარებაა ჩვენ სამეზობლოში. და ასე დროს ქვეყნის ხელისუფლებებს განსაკუთრებით მოგვეთხოვება ბრძნული პოლიტიკის გატარება. აუ ტიპი ალიბექ დაუთხანოვიჩა იმენა ჩემი. აი ცოტა დროის აცდენა რო ყოფილიყო, ვიფიქრებდი რომ აი რაღაც მე-17-16 საუკუნეში ამაზე ვიფიქრებდი რომ ალიბექ დაუთხან როსტომხანოვიჩი იქნებოდა იმენა რა რაღაც აი გამუსულმანებული ირანელები რო არიან ისე მელაპარაკება და ამ დროს მაგის სოლი მელაპარაკება რომ ამერიკის შეერთებული შტატებიო აგო ქართველებსო დაინახოსო და ეხა უყურეთ ამერიკამ რა გამოაქვეყნა ხალხო ესეც ნახოთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებისკენ ისწრაფვის. როდესაც ჩვენ დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში გუშინ იმყოფებოდა, მეგობრებო, იქ არავის არ უთქვია პოლიტპატიმრები ყავთ. არც ის უთქვია, რომ დასანქცირებული მედია გაქვთო და ჩვენს დაგასანქცირებთ, არც ეგ უთქვიათ. არც ის უთქვიათ, რომ რუსული ქვეყანა ხართ. არც ის უთქვიათ, რომ კრემლი დაგმართავენ. არც ის უთქვიათ, რომ ირანის მოკავშირეები ხართო. არც ის უთქვიათ, ამერიკელებს ავიწროებთო. და პლუს არც ის უთქვიათ, რომ ანტიამერიკული პოლიტიკა გაქვთო. ანუ არ უთქვია დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ამერიკამ, USA ხალხო, ხო იცით? United States of America, შიგევროპელებო, შეხედეთ. ფეხებზე კიდი ხართ ამერიკას თქვენ. პოლიტპატიმრებად არ გაღიარებთ. იმიტომ რომ არც ხართ პოლიტპატიმრები, პოლიტპატიმრობა სხვა რამე აქვს. პოლიტპატიმრები იყო ნავალნი უკრაინაში, რუსეთში. როდესაც სახელმწიფო დამხობის ვერაგულ გზებს ირჩევ და იმის ტრაკიც არ გაქვს ბოლომდე მიიყვან. ეს პოლიტპატიმრობაა თუ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული. ანუ ძალადობრივი გზით სახელმწიფოს დამხობა, კერძო ინვენტარის დაზიანება და სახელმწიფო ინვენტარის მოსპობა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამერიკა მაგარ თქვა, რომ საქართველო რავი ჩვეულებრივი ქვეყანაა რა, არაფერი პრეტენზია არ გვაქვს. აი მე მართლა რეაქცია მაინტერესებს, აი რა აზრის ხარ შეგევროპელებო ისო. მე მგონი ამერიკაც პრორუსულიო. მე აბა თქვენ ისეთი წმინდა შეხედულებები გაქვთ, რომ მე მგონი ამერიკას პუტინისგან არის. იქ პუტინი მართავს იქ. ბიბი და პუტინი ერთად მართავენ და შიგევროპელები ბოლოს მე გარანტიას თქვენ გაძლევთ ამერიკასაც ხომ მოიძულებენ. მერცი რო გამოვიდა და რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ხო გერმანიასაც შეიძულებენ და ევროპას. ბოლოს შიგევროპელები, ლიბერალები დარჩებიან რუსეთს ჩამოეკიდებიან, იყვნენ რომ აი რუსეთი ყოფილა რუსეთიო. რუსეთი ყოფილა ნამდვილი ევროპაო. აი დამიჯერთ. ბოლოს სერიაში ყველაზე პრორუსები ხდებიან შიგევროპელები. აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. მეგობრებო, ეხლა მოდი ამ თემებს ჩვენ შევეხეთ. განვიხილეთ ზოგადად ეს იყო ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ მე ამაზე მე ბევრი მაქვს დასაუბრები. ამაზე მე ბიძინა ივანიშვილზე მე ვსაუბრობდი 2 წელს წინ. აი ჯერ კიდევ სანამ ეს ამბები და ყველაფერი დაიწყებოდა და პირველად რომ ჩემი აზრი საჯაროდ გამოხატე ამ ადამიანის მიმართ და ეგრევე კოცობის იარლიყი ბუნებრივია და ყველაფერი დავიმსახურე. მაშინ ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ამ ადამიანზე რა. ბიძინა არის ძალიან, როგორ ვთქვა, პრაგმატული ადამიანი. ბიძინა არ არის ბინძური მოთამაშე. ანუ ბიძინა არ არის დიქტატორი.
იმის და მიუხედავად რომ მე პირადად მოცნებობ დიქტატურაზე, ოკეი, ეს ჩემი ის არის ხან ხუმრობ რაღაცები რამებს ჩემ გამოწერებთან ვაზიარებ, იმიტომ რომ ხანდახან ისე მიშილენ ევროპსო დიქტატორობა ერთადერთი გამოსულია. ბიძინა არ არის დიქტატორი ხალხო. ანუ ბიძინას დამახასიათებელი, ანუ ბიძინა დღემდე იმიტომ აქვს მაგ ადამიანს შენარჩუნებული ყველაფერი, რომ ძალიან სუფთად თამაშობს. აი ნებისმიერ თამაში ეს იქნებოდა მაგალითად ის რო იყო რა ქვია დასანქცირებები მაგალითად დასავლეთიდან, მაგალითად ეს საკითხები იყო, როდესაც ვითომ ეგრეთ წოდებული ბჭყალიში პოლიტპატიმარი ყავდაო ბაჩიაშვილი, რომელმაც პირადად მისი ქონებიდან აიღო ფული და შეჭამა. ანუ ყველა თამაში რაც აქამდე მოხდა, ბიძინა ასრულებდა დემოკრატიულად აბსოლუტურად ყველაფერს. მათ შორის აი რო გავრცელდა საუბარი კობახიძესა და ბიძინას შორის ეს ტევ პირველად გამოაქვეყნა და თქვა რომ შეხედეთ სკანდალური ისა რა ქვია აუდიო ჩანაწერი სადაც ბიძინა და კობახიძე ერთმანეთში საუბრობენ და ბიძინა ასეუნება კობახიძეს რომ თუ დარღვევებით ჩატარდაო ახლენ ჩაატარეო არჩევნებიო. ეს არის საუბარი აქვს ბოლო საპარლამენტო არჩევნები. და რა მოხდა მე? იგივე ხდება ამერიკაში. ანუ იგივე საკითხები თუ დარღვევები მოხდა ზოგადად უბნებთან, ანუ ეს დამოკიდებულა ბევრ რაღაცას შენ ახლე უნდა ჩაატარო არჩევნები, ეს გინა ამერიკა, გინა იმაში. ეხა ბიძინა რო ესეთი ტიპი ყოფილიყო, ეხა უყურეთ. როგორცაც ჩვენ გვიხატავენ ამ ადამიანს, აი ილუზია როგორი შექმნეს ეხა უყურეთ ამ თემაში. ივანიშვილს გვიხატავენ როგორც აი მოსტრი, ადამიანი რომელსაც საზღვროდ დიდი ძალაუფლება და აბსოლუტურად ყველაფერს ისაკონტროლებს, თითქოს აი ბელარუსია, საქართველო სიბნელეს უფებს ამ ქვეყანაზე. აი აბსოლუტურად თითქოს ერთი ოჯახი ცხოვრობს კარგად და ვიღაცები, აი ამ შთაბეჭდილებას გვიქვინიან, როდესაც ეგ ხალხი დღეს შიგევროპელები, მათი არასამთავრობოები სახლებს, კარებს და მანქანებს ყიდულობენ. მე კითხვა მიჩნდება, ეხა ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტი იყო, იქიდან სოროსიდან დაფინანსებული, არ ვასახელებ მაგ ადამიანს, არ არის უბრალოდ მეცოდება არ მინდა რომ ვთქვა უბრალოდ, რომელიც გამოვიდა ეხა და სულ ახლახას რუსეთში, ან საქართველოში იყიდა სახლი. მე კითხვა მიჩნდება, როგორ შეძლო ჩელიაბინსკში ამ რეჟიმში, ამ ტოტალურ 1984 წელს სახლის შეძენა. მართლა მაინტერესებს, როდესაც სახლის ფასები არის გასტილი. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მისი სული მიყიდულია, ვისა მიყიდულია სოროს და მაგ და გონებას როგორც უწამლავენ ამ ახალგაზრდებს და რო ეუნებიან, რომ ქოცური მშვიდობის გჯერა შენ? ქოცური მშვიდობა და რო გადაობე. თქვენ განცდა ქონიათ, ოდესმე რა არის, ოდესაც მაღალი ბგერითი ისა რა ქვია, მოიერიშე დრონი შენ სახლს უახლოვდება და ხდება. ოდესმე უგრძნიათ ეს რა გრძნობა არის? ოდესმე როგორც ახლა ებრაელები არიან მაგალითად თელ-ავივში, რომ სირენა გაისმის და ყველანი ჩადიან ბუნკერში. ოდესმე უგრძნიათ რა არის, ოდესაც იპებ გერითი რაკეტა მოდის შენამდე. ოდესმე უგრძნიათ რა არის სუ-54 რომ გადაგიფრენს და შენი ვაშკაცობა და ყველაფერი ერთ ადგილას არის წასული. ოდესმე უგრძნიათ რას ნიშნავს რეალურ ომში ყოფნა? რატო საუბრობენ იმ ხალხზე? პირველი რამე რო დაიწყოს, ხო ის ქართველი ჯარისკაცი და ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქართული ძალოვანი სტრუქტურები, ეგ საწყალი ბიჭები, რომლებიც მართლა ვაშკაცები არიან, ხო ისინი უნდა გაიწირონ და ეს პროჭები, ხო ვიცი რომ უნდა წავიდნენ ეგრევე პირდაპირ რეისით. თბილისიდანაც არა, ქუთაისიდან ხო უნდა გაფრინდნენ პირველები. აი ამ სამარცხვინო რაღაცაზე მაქვს საუბარი, რომ ტიპები გამოდიან ახლა. გაიგე და აიათოლა ხო ისა რა ქვია, მოკლეს იმაში ირანში და აკაცებო აპირებთ წასვლას ირანში? ტიპი ვერ მიხვდა მაგდენს. რა დაუნია რომ როდესაც ავიაკატასტროფა ირანის პრეზიდენტი დაიღუპა, საქართველოს ეს არის დიპლომატიური ნოტა, შენ არ გაინტერესებს ვინა ეხა ტაჯიკეთში ჩავა ეგრე კობახიძე და ნებისმიერ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის დიპლომატიური ნოტა, ეს არის დიპლომატიური ეტიკეტი, რომ შენ უბრალოდ თანავით შენი რეგიონის წარმომადგენელია. ამას ეს არ ნიშნავს რომ იმ პოლიტიკას ემხრობ, ეს არ ნიშნავს რომ იმ შეხედულებებს იზიარებ. შენ ვალდებული ხარ ესე მოიქცე უბრალოდ. და ხა აიათოლაზე ხო არ წახვიდ რა მე რა ბოროტები არიან ბიჭო იმებს და იმებს აკეთებდნენ იმასე ვითომ რა ქვია აიათოლას ფორმაში რო კობახიძე იყო ჩაცმული და აი საშინელება და საზიზღრობა უბრალოდ ეს არის ანტიკართულობა იმიტომ რომ ჯვარი საქართველოს წერია აქეთ რომ რაკეტას წამოვიდეს კი არ შეგეკითხებიან ქოცი ხარ ნაცი ხარ თუ შიგევროპელი ხარ ყველას თანაბრად გვხვდება მაგრამ ეგენი არიან მოღალატეები ხალხო მე გეუნებით ეს გენი არიან მოღალატეები ეს მე კიდევ აი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აი ადამიანს რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემ მარტო იქიდან გამომდინარე რა ქველმოქმედება საქართველოს მიმართ გაკეთებული. აი სხვა ყველაფერი რო დავივიწყოთ. საქართველოში არის ძალიან ბევრი მილიონერი ამ ქვეყანაში. მაგრამ ჯიბი და ლარიანიც არ აქვთ გადმოგდებული რომ ამ ქვეყნისთვის რამე გაეკეთებინათ. მაგალითად ჭყონია პირდაპირ ხელთ დავადებ. ძალიან ბევრია კიდე ხა არ მინდა ჩავოდო. ძალიან ბევრი ფული აქვთ. ერთადერთი რითიც ამაყობენ ეს არის რომ გადასახდელებს ვიხდით. ჩვენ ხელფასი 5 ლარით მეტი გვაქვს სხვა დასაქმებულებს შორის. და ამ დროს კოკაკოლის თანამშრომლები იმას რა ქვია სუპროტეში არიან რომ ძალიან ცუდი ანაზღაურება და ძალიან ცუდი ის აქვს პირობები. ანუ აი ამაზე მე შეიძლება ნერვები. აი იმის დანახვა რო ადამიანს არ შეგიძლია ეს არის რომ ადამიანი ხარ დაუნახავი უბრალოდ. და
აი ამაზე ყოველთვის მექნება პროტესტი. და ძალიან ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, როდესაც რომელი წელი იყო 2023 თუ 2024 წლის აგვისტოში პირველად ბიზნესზე რო ვიდეო ჩავწერე და თქვი რომ არის ერისკაცი მეთქი. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. ტრამპი რო ტრამპია ის ვინანე რომ მაგ ადამიანს ხარს უჭერდი, ერთადერთია ბიზნესი ვის მიმართ არ მაქვს არანაირი ის რა ქვია წენა. ამა დიქტატორა არ უნახიათ მართლა არიციან ამათო დიქტატორა რა არის ჯვარი წერიათ ამ უბედურას მართლა ლუკაშენკოს ბელარუსში ცხოვრობდნენ და კიდე პუტინის რუსეთში მე ენახათ კიდე რა არის აქ უბედურება და რავი ამიტომ რამდენი უნდა იცინო ქოცური მშვიდობა კი არა მე არანაირი იარლიყი გინდა ის იარლიყი მომარტყან გინდა ის მე არაფერი არ მადარდებს მე ვარ ერთი ჩემი ქვეყნის ხარეს ტალახი რომელიც აქეთკენ წამოვა მე დიდი სიამოვნები დავიტანა ყველაფერს იმიტომ რომ ეს არის საქართველოსთვის სწორი გადადგმული ნაბიჯი ხალხო აი რაც ვიძინა მილაპარაკა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში ვარჩიოთ კარგი მთავრობაა რაღაცას აქ მიდის ყოფნა არ ყოფნაზე ხალხო საქმე რა კვერცხი 30%-ით გაიზარდა და მოიკლო რომ კვერცხი მიშველის თუ ქათამი მიშველის აქ საუბარია დღეს რო სააკაშვილი და აბადმყოფები ხა ვინების ეგენი რო აქ იყორენ ხალხო ღაზა მონაგონი იქნებოდა ისრაელში და ისე თქვენ უნდა გადაგეტანათ რომ ეგ პროჭები კი წავიდოდნენ იქ რა ქვია ევროპაში ბოდიში ცოტა ისეთი ვარა გულწრფელად მინდოდა საუბარი თან ახალი გაღვიძებული ვარ და ჩემს ვაფიქსირებ ცენზურის გარეშე რა მოკლედ მეგობრებო ეხა ეს განვიხილეთ მაგრამ ეხა მე მინდა დაუბრუნდე ისე ირანის კონფლიქტს იმიტომ რომ მდგომარეობა იქ ძალიან კრიტიკულია ეხა მე მინდა თქვენ მოგესმენინოთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას არ ვითხოვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სადაც ის ამბობს რომ ჩვენ მზად ვართო რომ ამერიკა შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაშიო და ჩვენ მას წინააღმდება გაუწიოთ მოდი მოვისმინოთ და დანარჩენს გეტყვით ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას არ ვითხოვდა ვერც ვხედავთ მიზეზს რატომ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან როცა მათთან უკვე ორჯერ გქონდა მოლაპარაკება და ყოველ ჯერზე ამ პროცესში დაგვესხნენ თავს ამიტომ ჩვენგან არც ცეცხლის შეწყვეტისა და არც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მოთხოვნა არსებობს სხვადასხვა ეს ადამიანი ძალიან საბრძოლის ჟინით გამოვიდა იმაში რა ამ ინტერვიუს თავიდან ბოლომდე უსმინე მე ამონარიდი NBC News-იდან სადაც თქვა რომ ჩვენ მზად ვართ სახმელეთო ოპერაცია თუ დაიწყო ამერიკა იმიტომ რომ შოყოს მილიონამდე შეიარაღებული კარგად გაწვრთნილი ირანელი და ამას დამატებული 250,000-დან 300,000-მდე არსებული ის ირანის ისლამური გუშაკთა კორპუსის მთავარი დამრტყმელი ძალა ბატალიონებზე მოხდა საუბარი ის ფონი როც იგეგმებოდა დასავლეთიდან რომ ირანი მალე გატყრებოდა ეს რეალური არ აღმოჩნდა და თან პლუს იზრდება ის იმის ესე თქვა ალბათობა რომ ირანი ანუ გრძელი საბრძოლო სცენარისთვისაც არის მზად აი ძალიან დინამიური პროცესებია ხალხო ჩვენ მათთვის არანაირი შეტყობინება არ გაგვიგზავნია ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი რაკეტების ხარისხი რამდენად გაუმჯობესებულია ისინი ბოლო ომის შემდეგ. მას შემდეგ ბევრი გაკვეთილი მივიღეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სხვა სცენარისთვისაც, თუნდაც სახმელეთო შეჭრისთვის. ხო, ევსკი ზუსტად. ხო, ანუ მდგომარეობა არის ძალიან დინამიური, იმიტომ რომ ახლა მთელი ღამის გუშინ თელ-ავივი დაბომბეს კლასტერული ბომბებით, კლასტერ ბომბები როგორ არის? კასეტური ბომბები, ხო ის რო იშლება, ხო იცით რომ ეს იყო 4.5 დაახლოებით. ასევე კუვეიტში დაარტყეს კიდე ამერიკულ ბაზას ირანიდან. დიდი არაფერი ყოფილა სიმართლე რო გითხრათ, დღეს იყო პირველი მომენტი ამ საბრძოლო მოქმედების თეატრიდან, რომ ძალიან დიდი არაფერი მოხდა, ნუ ამ წუთამდე ვამბობ, ეხლა შეიძლება რავი ეს ვიდეო რო დაიდეა მე რაღაც მოხდეს, ჯვარი ყველაფერს წერია, მაგრამ საბოლოო ჯამში პლუს ის არის, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე დაბრუნდა სპარსეთის ყურიდან, უნებელი საქართველოში, მადლობა ღმერთს და მადლობა ამ მთავრობას რომ ეს ყველაფერი შეძლო. და მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ ბრიტანეთის საელჩომ, ბოდიში ბრიტანეთმა გაავრცელა გუშინ ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში ნახიჩევანში აფეთქებული დრონების გამშვები პუნქტი არ ყოფილა ირანიო. და ვიღაცა ჩალიჩობს, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მაგრამ ამ თემას მე ხა ვერ გავაგრძელებ დღეს. ეს ცალკე თემა, მე გამოძიების დასრულებას ველოდები, რომ ირანიც ატარებს ხა გამოძიებას მაგაზე აზერბაიჯანის და ბრიტანეთის ბრჭყალებში. აი ამ გამოძიებას რო ბოლომდე ჩაივლის ვერსიებს მე თქვენ განახებთ ან მე რა შესაძლო სხვა სცენარებს ვფიქრობ ვის შეიძლება იყოს აქ დაინტერესებული იმით რომ რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რა თქმა უნდა პოტენციური ეჭვმიტანელები უკვე არსებობენ მაგრამ მოდი გამოძიებას დაველოდოთ და მოდი ამ ყველაფერს იცავქნათ და მერე გამოვიდეთ და ეს თეორიებზე ამაზე ვიმჟელოთ რომ ვიღაცა ცდილობს რომ ირანი ისეთ ბუაზიად წარმოაჩინონ რომ ყველა ახლო აღმოსავლეთისა და ცირე აზიის ქვეყანა მას დაარტყას მაგრამ საბოლოო ჯამში კოვზინას არ შეავარდა იმიტომ რომ
აზერბაიჯანმა თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არც ეხლა და არც მომავალში ირანში რაიმე სახის სამხედრო კამპანიის დაწყებას. ჯერჯერობით ალიევის პოზიცია ეს არის სხვა არაფერი მომხდარა ამასთან მიმართებაში. დანარჩენი ის არის რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში იყო ყველაზე ნაკლები აქტივობა მეგობრებო, ყველაზე ნაკლები აქტივობა სარაკეტო დარტყმების. ძირითადად ისრაელის მიმართულებით მიდიოდა, მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ ებრაული ჰაერს საწინააღმდეგო რკინის გუმბათი მარტგუშინი ძალიან კარგად იცავდა. თავს ერთადერთი რასთანაც გამკლავება იყო ძალიან რთული, ეს არის კლასტერული ბომბები, რომელსაც უშვებენ, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი აფეთქების რადიუსი აქვს და ძალიან იფალტება ჰაერში. დანარჩენ შემთხვევაში ირანშიც იყო დარტყმები ძირითადად სამთავრობო სხვადასხვა სექტორზე. ეხლა ამერიკის და ომის სამინისტრო აქვეყნებს, რომ ჩვენ 5000-ზე მეტ ობიექტს დავარტყმთ უკვე, მაგრამ ეხლა იქაც ძალიან ბევრ რაღაცას აბუქებენ, იმიტომ რომ ეხლა გავრცელა საერთოდ სურათები სატელიტური, რომ დიდ შემთხვევაში რაკეტებისათვის თვითმფრინავის მაგალითად იყვნენ მანეკენები, ან ნახატები, რომელსაც ბომბავდნენ და აი ხა მიდის საინფორმაციო ომი ორივე ქვეყანას შორის. ასევე იქნება ბევრი ფეიკი მეგობრებო და მე შევეცდები რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მოგაწოდოთ ნამდვილი ინფორმაცია. დაველოდოთ რა შეიძლება ხვალამდე, იმიტომ რომ მე ხვალ ვაპირებ საუბარს აი ზელენსკისა და ურბან შორის დაპირისპირებაზე, რომელიც ახალხანს გამოიკვეთა ევროს ხდომაზე, სადაც თქვა ზელენსკიმ რომ ჩვენი სამხედროები ურბანს სხვანაირად დაელაპარაკებიან, ეს ხო პირდაპირ იმუქარა უნგრეთის სახელმწიფოს მიმართ, რაზედაც დაუყოვნებლივი პასუხი ჰქონდა ურბანს. მოდი ამ თემას ცოტა გრძელი ისტორია აქვს, ცოტა სხვანაირად თუ ჩავუბრალო, მოდი ხვალ განვიხილოთ თუ არაფერი არ შეიცვალა მსოფლიოში. ჩემი ჩელენჯი კიდე გრძელდება და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და იცნობდეთ ვინ არის უსამშობლო და ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დროებით.